ჩინეთმა დიდ კომპანიებს NVIDIA-ს ჩიპების შეძენა აუკრძალა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ჩინეთის რეგულატორის პოლიტიკაში, რომელიც მას აქამდე ჰქონდა ამერიკულ ტექ გიგანტთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, მათი დაპირისპირების საგა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. ძირითადი პრობლემა და ძირითადი უკმაყოფილება ჩინური სახელმწიფო რეგულატორის მხრიდან დაკავშირებული იყო იმასთან, რომ არსებობდა ძალიან დიდი ალბათობა, რომ NVIDIA ნებისმიერ დროს შეძლებდა წვდომის შეწყვეტას ჩინური კომპანიებისთვის და ისინი იმ ჩიპებს უბრალოდ ვეღარ გამოიყენებდნენ. ან მეორე საკითხი იყო და მეორე პრობლემა და გამოწვევა იყო ის, რომ რას აკეთებდნენ ჩინური კომპანიები ამ ჩიპებით, ამის შესახებ მუდმივად იღებდა ინფორმაციას NVIDIA, შესაბამისად მისთვის ეს კონკურენციასთან დაკავშირებული რაც ჩინეთს ახასიათებს მონაცემების დამალვა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ჩინეთი ამას ვერ ახერხებდა და ეს არ აწყობდა სახელმწიფოს. შესაბამისად დაიწყო პროცესი, რომელიც მივიდა ამ კონკრეტულ ნიშნულამდე, როცა საერთოდ აიკრძალა დიდი კომპანიებისთვის, როგორიც არის ByteDance და Alibaba. ფაქტობრივად მათზე მეტად არავის არ ჭირდება ეს პროდუქტი, მათ უბრალოდ აღარ ექნებათ უფლება რომ შეიძინოთ ჩიპები და განსაკუთრებით ხაზგასმული არის RTX Pro 6000D-ზე, რომლის შეძენაც დაწყებული ჰქონდათ კომპანიებს და რომლებსაც ცდიდნენ უკვე. შესაბამისად ეს ძალიან დიდი ალბათობით დახევს უკან ჩინეთს. გვესმის ჩინეთის პოზიციას, რომ მას არ უნდა კრიტიკულ საკითხებში, როგორიც არის ასეთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განვითარების კუთხით კონკურენცია აქ დამოკიდებული გახდეს ამერიკაზე, იმიტომ რომ ამერიკა ნებისმიერ დროს თუ გადაიფიქრებს, მით უმეტეს ტრამპის მმართველობის პერიოდში თუ გადაიფიქრებს და უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდება ჩინეთის მიმართ, რაც ისედაც არაკლია, თან ნებისმიერ საკითხში შეუძლია ჩაკეტოს. უბრალოდ ჩაკეტავს ამას და დატოვებს ჩინურ ბაზარს ტექნოლოგიურ კონკურენციაში სერიოზულად უკან. სწორედ აი ამ პრობლემის აღმოფხვრა სურს, თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად მოახერხებს ამას, იმიტომ რომ მართალია ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და დაანონსდა Huawei-ის მიერ ჩიპი, კი, თუმცა ის რამდენად დაეწევა და რამდენად მოახერხებს კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-ს, ეს სხვა საკითხია. NVIDIA მრავალი წელია უკვე ამ ტექნოლოგიაზე მუშაობს. თუმცა გვესმის ჩინეთის პოზიციისას და ალბათ უახლოეს მომავალში ძალიან მალე ვიხილავთ რეალურ შედეგს, რამდენად ჩემი აზრით ჩამოარჩენს ჩინეთს ამერიკასთან და ამ ტექნოლოგიურ სფეროში ამერიკულ კონკურენციასთან ის რომ უარს ამბობს NVIDIA-ს ჩიპებზე.